პუტინმა კრემლში უმასპინძლა ადამიანს, რომელსაც 10 წელი ებრძოდა. საუბარია სირიის მმართველზე აჰმედ აშ-შარაზე. ზუსტად ბატონი აჰმედის დაჯგუფების გამო შეიჭრა პუტინი სირიაში 2015 წელს და იმუქრებოდა ამ დაჯგუფების გაქრობით. სხვათა შორის მათზე გამარჯვება 2017 წელს თავისი ვიზიტით სირიაში აღნიშნა. ანუ პუტინი 10 წელიწადი სირიაში თავის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ატარებდა, 45 მილიარდი დოლარი დახარჯა, ვერც ერთი ამოცანა ვერ შეასრულა, ვერ დაიცვა თავისი მეგობარი ბაშარ ასადი, რომელიც სხვათა შორის ახლა მოსკვა სიტიში ცხოვრობს და ამ ფონზე ზარზეიმით შეხვდა თავის ყოფილ მტერს. ამ შეხვედრით პუტინმა აჰმედ აშ-შარას ლეგიტიმაცია მისცა და გარკვეულწილად თავიც დაიმცირა. მე კი ეს ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ ზოგადად იცოდეთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც პუტინის უძლეველობის გჯერათ და იმის, რომ რუსეთი უკრაინას 3 დღეში აიღებს.